მოგესალმებით. დღეს ერთ ძალიან ღრმა კითხვას ვეხებით. როგორი უნდა იყოს ადამიანი? აი, იდეალური ადამიანი. მართლაც, მარადიული კითხვა. და ამისთვის გვაქვს ორი უდიდესი მოაზროვნის, ლაოძისა და კონფუცის ტექსტები, დაო დე ძინი და ანალექტები. ვნახოთ, როგორ პასუხობენ ამ კითხვას. და საკმაოდ განსხვავებულად პასუხობენ, უნდა ითქვას, მოდი კონფუცით დავიწყოთ, ხომ? კი ბატონო. მისთვის იდეალური ადამიანი, ძიუნძი, ანუ კეთილშობილი ადამიანი, მუდმივად უნდა ცდილობდეს თვითგანვითარებას. ანუ სულ მუშაობს საკუთარ თავზე. ზუსტად. და მთავარი გზები ამისთვის არის სწავლა და რიტუალები, წესები, ეთიკეტი. ეს არაა უბრალოდ ფორმალობა, ეს შინაგანი წესრიგის გარეგანი გამოხატულება ამისთვის. აჰა, გასაგებია და ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, საზოგადოებრივ ჰარმონიას ემსახურება, ხომ? ის ცნებები ჟენ, კაცმოყვარეობა გულისხმიერება და სამართლიანობა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საფუძველს. და ძალიან საინტერესოა მმართველის როლიც. ის ამბობს, რომ მმართველმა პირადი მაგალითით სათნოებით, ანუ დეთი, უნდა მართოს და არა მარტო კანონით და სასჯელით. თითქოს ამბობს, შინაგანი ზნეობა უფრო ძლიერია, ვიდრე გარეგანი იძულება, არა? ზუსტად ეგრეა. და კიდევ სხვას ისე მოექცე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ. ანუ მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე, საზოგადოებაში აქტიური ჩართულობით. ესაა კონფუცის გზა, მოკლედ. გასაგებია, მაგრამ აი ლაოძი, მგონი სულ სხვა მიმართულებით მიდის, ხო? ლაოძი სულ სხვა. ის თითქოს გვეუბნება, გაჩერდი, დააკვირდი ბუნებას, დინებას და რა არის მთავარი მისთვის, დაო დე ძინში? მისთვის მთავარია დაო. ეს არის სამყაროს ბუნებრივი გზა, დიდი შეუცნობელი დინება. და იდეალური ადამიანი ის კი არ არის, ვინც ბევრს, ასე ვთქვათ, იბრძვის და ცდილობს. არმედ ვინც ამ დინებას მიყვება. დიახ, ეს არის უვეი, მოქმედება უმოქმედებობით. აი ძალდაუტანებელი ქმედება. ბრძენი არის უბრალო ფუ, თამდბალი, ბუნებრივი, ის არ ეჯიბრება არავის. და ამიტომ ვერავინ ეჯიბრება მას. ზუსტად. საოცარი კონტრასტია, კონფუციის სტრუქტურა, წესები, რიტუალები. და აქ უბრალოდ ბუნებრივი დინება. თითქოს ლაოძი ამბობს, რომ სიძლიერე დათმობაშია, წყალივით, არა? კი, ადაპტაციაში. და ისიც საინტერესოა, რომ ამბობს, გამცემი იღებს ცხოვრების სისავსეს. ეს ხომ ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ ლოგიკას, რა. აი, ამ მომენტში კონფუცი რას იტყოდა? ალბათ იმას, რომ ამდენი ბუნებრიობით და წესების უგულებელ ყოფით საზოგადოება ქაოსში გადავარდება. სავარაუდოდ, კონფუცი იტყოდა, რომ ზნეობრივი ჩარჩო და სოციალური წესრიგი აუცილებელია. ამიტომაცაა მისთვის მნიშვნელოვანი, რომ კეთილშობილმა ადამიანმა, ძიუნძიმ, სხვებს დაეხმაროს სიკეთის კეთებაში, დაიცვას და შეინარჩუნოს ჟენ, კაცთმოყვარეობა, სიმდიდრეშიც და სიღარიბეშიც. კი. და კიდევ სახელების გამართვა. ანუ ყველამ თავისი როლი იცოდეს და შეასრულოს. ეს ქმნის სტაბილურობას. და რა თქმა უნდა, სწავლა და შეცდომების აღიარება, როგორც მუდმივი პროცესი. მაგრამ ლაოძი აქაც დაამატებდა, რომ ნამდვილი სიბრძნე დათმობაშია, მიყოლაში და არა ბრძანებლობაში. დაოს მოძრაობა დაბრუნებაა, დაოს გზა დათმობაა. წერია დაო დე ჯინში. და მისი იდეალური სამყარო, ის პატარა სოფელი, სადაც ზედმეტი არაფერი სჭირდებათ. კი, სადაც ზედმეტი ტექნოლოგია, იარაღი, არავის უნდა, რადგან კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ. ისევ უვეი, ნაკლები ჩარევა, მეტი ბუნებრივი წესრიგი. მოკლედ, გვაქვს ორი ძალიან განსხვავებული პასუხი. ერთ მხარეს აქტიური თვითგანვითარება, წესრიგი, სოციალური პასუხისმგებლობა, მეორე მხარეს კი ბუნებასთან შერწყმა, სიმარტივე, ძალდაუტანებლობა. მაგრამ საინტერესოა, რომ მიუხედავად ამ ხელა განსხვავებისა, თითქოს ორივე მაინც რაღაც ჰარმონიას ეძებს, ხომ? უბრალოდ სხვადასხვა გზით. ზუსტად, ორივე აზრიანი ცხოვრების გზას ეძებს, მეთოდებია განსხვავებული. და აი აქ ჩნდება კითხვა შენთვის, ჩვენო მსმენელო. როგორ შეიძლება ამ ორი ასეთი განსხვავებული სიბრძნის შერწყმა ან დაბალანსება შენს ცხოვრებაში? ანუ, იქნებ არც უნდა შეერწყას, იქნებ ერთი უნდა აირჩიო. და კიდევ, შესაძლებელია კი ერთდროულად იყო მიზანდასახული, სტრუქტურირებული, როგორც კონფუცის იდეალი,
და ამავდროულად მიმღები, ბუნებრივი, დინებას მიყოლილი, როგორც ლაოძის ბძენი. სად გადის ზღვარი? საფიქრალი ნამდვილად არის.